ეხლა უნდა გაიგეთ ეს გაშლა მეგობრებო. ჩაფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ როგორი ურთიერთობა უნდა თქვენ პარტნიორს. რა უნდა საერთოდ თქვენგან, რას მოელის ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლო კონტაქტი არ გაქვთ, ჯერ არ იცნობთ ამ ადამიანს და ვერანაც ვერ გადმოაყოფინეთ, რომ წაიკითხოთ რას ელოდება თქვენგან, რისთვის ფორთხავს, ასე ვთქვათ. გავიგოთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მივხვდეთ საერთო გაშლა რამდენად თქვენია და ყველასთვის არ იქნება მეგობრებო საერთო გაშლა და აქვე პატარა განცხადებას ჩავაკვეხებ. საახალწლო ფასდაკლებებია ეხლანდელი ჩემი პირადი გაშლების ფასები, ამიტომ იჩქარეთ, იმიტომ რომ იანვრის შემდგომ ფასები მოიმატებს ცოტათი, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ და მეც ვდებ რესურსს ამ ყველაფერში და ცოტათი მცირედით, მაგრამ მიწევს ფასების მომატება მომიწევს და ასევე ჩავამატებ იმას, რომ 6 იანვრიდან ნათლისღების ჩათვლით 19 იანვრის ჩათვლით არის წმინდა დღეები, იცით, მეგობრებო, და ასეთ დღეებში განსაკუთრებულად ღიაა სამყაროსა და ადამიანებს შორის ინფორმაციის მიღება, პორტალი, ასე ვთქვათ, წმინდა დღეებია ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, და ინფორმაცია არის გაცილებით ზუსტი პირადი გაშლები, ვისაც გინდათ და გენდომებად იჩქარეთ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი დღეებია მაგისთვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი იყოს ინფორმაცია. წავედით ახლა გავიგოთ, რომ მივხვდეთ თქვენი გაშლა ეს თუ არა. ვინ ხართ თქვენ, მოდი გავიგოთ, იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი, იმიტომ რომ საერთო გაშლა ყველასი ვერ იქნება და დამიკომენტარეთ, დამილაიკეთ, არ დაგიზაროთ, თქვენთვის ერთი კლიკია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ვინ ხართ თქო და ამოდის მეორე მაღალი არკანი, აქ შეიძლება საუბარი იყოს ჩემ კოლეგებზე და მოგესალმებით ყველას. დიდი ალბათობით არის შანსები იმისი, რომ ბრძანდებით ტაროლოგი, ნუმეროლოგი, ასტროლოგი, ფსიქოლოგი კარგი, ასევე არიან ადამიანები, არა მხოლოდ მაგებია და რაღაცნაირად მისტიურობასთან კავშირში, აქ კონკრეტულად ამ კარზე რიტუალს ატარებს, ესე ვთქვათ, ქურუმი ქალბატონი, კარტის გაშლილი აქ რაღაცას ღებულობს ინფორმაციას მაღალი ძალებისგან, კატაც უზის თუ ეხმარება, ასე ვთქვათ, ერთგვარი მისტიკის ინფორმაციის მიწოდებაში რაღაცნაირ თავისებურ წვლილს დებს. ყველა ვარიანტში ეზოთერიკოსი თუ არ ბრძანდებით, ეს არის ადამიანი, ვინც ძალიან კარგად ჩახედულია, ასე ვთქვათ, ეზოთერიკაში, ძალიან უყვარს ასტროლოგია, ტაროლოგია, ნუმეროლოგია, ბედის მატრიცების გამოანგარიშებები და მაქსიმალურად ინფორმაციის მიღებები, რა ელოდება, როგორ ელოდება და რა ხდება მის თავს საერთოდ. ფინანსურ მდგომარეობას თუ ვიტყვით, რაღაცის მოლოდინში ხართ, შეიძლება მე-13 ხელფას ელოდებით, ეს არის 7-იან პენტაკლი, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია ადამიანი და რაც ჩადებული აქვს, რაც მთელი თავისი რესურსი მოახმარა ამ სამუშაოს. იმის, ასე ვთქვათ, ნაყოფის მიღებას ელოდება, ასევე ნაწილი იქნება იმ ადამიანების, ვინც ელოდება რაღაცა ჩადებულის თქვენი ენერგიის მიღების პროცესს. ფასების პრინციპი ამოდის ამ შემთხვევაში, ეს არის სიყვარულთან დაკავშირებული, ემოციასთან დაკავშირებული, ვისაც თქვენ თავს უყოფდით და აწვდიდით, ასე ვთქვათ, და დებდით რესურსს ამ ადამიანთან ურთიერთობაში, შეიძლება სწორედ ეს ის ადამიანი, ვისაც ახლა ჩვენ გვინდა რომ ეს გაშლა გავაკეთოთ, რას უნდა ელოდოთ მისგან, აი რაღაცას ელოდებთ, თითქოს რაღაც პერიოდია, უკვე ელოდებით მის რეაგირებას, მის ემოციის გამოხატვა იქნება ეს თუ საქმით ჩვენება იქნება თქვენთან დაკავშირებით, კონკრეტულად შეიძლება ეს ბევრისთვის ეს ის ადამიანიც იყოს, ვისაც ახლა ჩვენ გაშლას ვაკეთებთ, რომ მისი ემოციის გამოხატულებას ელოდებით, რომ მანაც გადმოდგას ნაბიჯი და ამოღერღოს, ასე ვთქვათ. თუ ატყობთ, რომ ენერგეტიკა თქვენია, წავედით გავიგოთ მაშინ რა ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს თქვენგან, რას ელოდება თქვენგან, ვინ ხართ მისთვის საერთოდ. ასეთი მოსხვი ყმაწვილები თუ კიდე არსებობდნენ, არ ვიცოდი, მაგრამ გაშლა არის ორივე სქესისთვის, შესაძლებელია ქალბატონზე უყურებთ და მამაკაცი ბრძანდებით, არც ეს არ არის გამორიცხული. როგორი დიდი მოთხოვნილებები აქვს. ნუ პირველ რიგში ეს ადამიანი ელოდება თქვენთას, თქვენ ემოციას. პაშთასი ეს არის
პატარა აი ჩანასახი სიყვარულის ემოციური ფონის, ასე ვთქვათ. ეხლა დაწყებული ემოციური ფონი შესაძლებელია ადამიანი ელოდება თქვენგან აი გულწრფელ ემოციური ფონის ჩვენებას, ელოდება რომ აი ეს ბავშვურად გულუბრყვილო ემოციას ამოხეთქავთ, როგორც იქნება და ეტყვით მას თქვენ ემოციურ ფონს. ძალიან დიდი ალბათობით აქ ავსებთ ერთმანეთს და არც ის იძახის და არც თქვენ ეუბნებით, აქ ისეთი წყვილია, როგორც ჩანს. ფანტაზიები ძალიან ბევრი გაქვთ ერთმანეთთან მიმართებაში და ძალიან ვარდისფერი სათვალები და ყველაფერი როგორი საყვარელი და ლამაზია ეს ის მომენტი გაქვთ ახლა ურთიერთობაში ვარი რაღაცნაირად ყველაფერი გიხარიათ. ცუდი ამინდია დღეს მოთოვა გილოცავთ მართლაც პირველ თოლს თუ დღეს უყურებთ და ვინც შემდეგ უყურებთ უკვე პირველი თოლი აღარ იქნება რასაკვირველია. ჩემი გაშლები მოქმედებს მაშინ როცა ნახულობთ მინდა გითხრათ. ადამიანი ელოდება ბედის ციკლის შემოbrunებას იმ მდგომარეობაში რომ აი გაუმართლებს თქვენი ემოციური ფონის მიღებით, რომ აი რაღაცნაირად მისთვის იქნებით მასწავლებელი, ცხოვრებისეული, ერთგვარი მატარებლის გამცილებელივით, აი გამცილებელი კი არა მისი ამ ურთიერთობიდან, ამას არ გულისხმობ, აი მიმართულების მიმცემი მისი ამ ურთიერთობისთვის. ძალიან ბევრს ელოდება, სულიერად ამაღლებას ელოდება თქვენგან, სწავლას ელოდება, როგორ შეიძლება ურთიერთობა წარმართოთ და რა გამოვა ამ ურთიერთობისგან. აი თითქოს თვალებშია მოჩერებული ეს ადამიანი, რომ აი თქვენ რა მიმართულებას მისცემთ ამ ურთიერთობას, ისეთი მიმართულებით იაროს, მაგრამ ძალიან უნდა რომ შანსები სამყაროსგან გქონდეს და ელოდება კიდევაც რომ ბედი ისე შემოbrunდება, რომ იღბალი მის მხარეს სახით იქნება და ასე ვთქვათ თქვენ აი ამ ემოციებს იგრძნობს და ინახავს გულუბრყვილო ბავშვურ სიყვარულს თუ გინდათ სიყვარული დავარქვათ, თუმცა პაშტაში ისეთი მომენტია სიყვარულს ვერ დავარქვენ, მაგრამ აი გულწრფელ ემოციებს მის მიმართ რომ გამოხატავთ, ესეთი დღეც მოვა, აი ესეთი ძალიან დადებითი მოლოდინის მდგომარეობაშია, თუმცა მე ხვდე მაღალი არკანით მისთვის ხართ ადამიანი, რომელმაც ბევრი რაღაც ასწავლეთ, ბევრ რაღაცას თვალი აუხილეთ, შეიძლება მარხულობთ, შეიძლება მისთვის ერთგვარი მასწავლებელი ხართ სულიერებასთან, აი თქვენგან გაუთვითცნობიერებლად შეიძლება ხდება კიდევაც ეს თქვენი პროგრამირება მისი, რომ აი რაღაცნაირად ახალ ლეველზე აკრავთ რაღაცებს ასწავლეთ. მისთვის ხართ ადამიანი, ქალბატონი კონკრეტულად აქ თასის დედოფალი ამოდის, შეიძლება გვიჩვენებდეს მამაკაცი, რომ მამაკაცი ამ შემთხვევაში, მაგრამ გაშლა ორივეს კესთვის არის, როგორც გითხარით, რომ ხართ ძალიან მგრძნობიარე, რომ ძალიან მოსიყვარულე, რომ ძალიან ყველა და ყველაფერი გიყვართ, აი ყველაფერს უყურებთ ძალიან ვარდისფერი სათვალეებით და ესეთი თბილი და მოსიყვარულე ხართ, ყველას მიმართ გიყვართ თქვენი ემოციების გაყოფა, აქ დიდი ალბათობით არის ადამიანი თქვენზე არის კონკრეტულად საუბარი, ვისაც უყვარს და ყავს შინაური ცხოველები, შეიძლება ბევრს გყავდეთ კატა, არ არის გამორიცხული ამ კარტით, ასევე თევზის აკვარიუმი გქონდეთ რაღაცა წელს და დამიწერეთ, ვისაც გაქვთ რაღაცნაირად თქვენი ცხოველების მიმართ დიდი სიყვარული იცის და ეს ძალიან მოწონს ამ ადამიანს თქვენ პიროვნებაში. შინაური ცხოველები შესაძლებელია ძაღლიც იყოს, არ არის აუცილებელი რომ კატაზე იყოს საუბარი, შინაური ცხოველები, თევზების თუთიყუშები რა თუთიყუში არ შედის ცხოველებში, მაგრამ აი რაღაცნაირი თქვენი ემოციური ფონი იცის ბუნების მიმართ, ცხოველების მიმართ და ეს ძალიან მოწონს თქვენ პიროვნებაში. რა ურთიერთობა უნდა თქვენგან? კიდევ ერთხელ. ვარსკვლავი ამოდის, მე-17 მაღალი არკანი აქ. ტუსთასი. თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი. თქვენ შეიძლება გაქვთ თქვენი სოციალური ქსელი, სადაც ჭყიალებთ და ანათებთ და მას ეს ძალიან მოწონს და ეს ერთგვარი მისთვის საოცნებო ქალი ხართ, მისი ოცნება ქალი ხართ ტუსთასით. უნდა რომ ემოციები, მინდა რომ კამერამ დაიჭიროს. ემოციები გქონდეთ უხვი და ურთიერთობა იყოს აი ამ ემოციებზე დამყარებული, სიყვარული უნდა ამ ადამიანს პირდაპირ გეუბნებით, არ არის დღეს მოვედი და ხვალ წავალ პიროვნება, რვიან პენტაკლი ამოდის კალოდის ციხში, ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა ურთიერთობაზე მუშაობა და ჩადებს თავის რესურსს ყველანაირს, ეს იქნება დრო, საჩუქარი, ყურადღების მიქცევა, ყველაფერს აბსოლუტურად ყოველდღიურ რესურსს მზად არის რომ ჩადოს თქვენ ურთიერთობაში, რამდენად მიიღებს და მე ვფიქრობ რომ ამ კარტებით უნდა მიიღოთ, მიიღეთ და